ხელოვნება თუ ხელი დავნება? რა არის? მეგობრობ თუ იყენებ? ეს ეგეც არ გამიკეთებია. გაშინებს? მე მეტერია. მუზა ავუჩათ აიგდე? ჩამდი. ბავშვობაში ჩემი სახლის უკან ჯდებოდით ხოლმე ბავშვები. ერთი გოგო მომწონდა. ჩემ ძმასაც მოწონდა. ჩემს მეგობარსაც. მოკლედ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ყველას ერთი გოგო მოგწონდა და ერთგვარად ვერ ვეუბნებოდით. ერთხელ წითელი, ყვითელი თუ შავი ვითამაშეთ. ამ გოგომ წითელი თქვა. მე ამოვედი. საშინლად დავიწყე ნერვიულობა. ყველა გაჩუმდა. ყველა ჩვენ ვიყურებდა. ჩემსკენ მოიწია. ძალიან ახლოს მოიწია. ის იყო, უნდა და არასდროს დამავიწყდება დედამისის ხმა. წითელი, ყვითელი თუ შავი. გამარჯობა, ბესო, როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მადლობა, რომ დათანხმდით ჩვენს გადაცემაში სტუმრობას და მადლობა, რომ ესეთ არაჩვეულებრივ გარემოში გვიმასპინძლე. სანამ დავიწყებ, არ შემიძლია არ დაგიდასტურო ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა. იმის მიუხედავად, რომ მეგობრები ვართ და ძალიან რამდენიმე წელია კარგი ურთიერთობა და მეგობრობა გვაქვს. ეს მეგობრობის გარეთ არის, ხო? მე ამით შემიყვარდი თავიდან ამ შენი ნამუშევრებით, რომელიც ახლა ჩვენთან ჩანს და რომელიც კადრს მიღმა უამრავი ნახატი და ქანდაკება. და მადლობა ამისთვის, რომ ესეთი კარგი ხარ და ძალიან მაგარი. მადლობა შენ. შავი კვადრატი რთული დასახატია? კი, საკმაოდ. ალბათ ყველაზე რთული. ანუ ეს ის ამბავი არ არის, რომ გაპიარებული ამბავია. მე მგონი არა. ნიჭი ტვირთია? კი. სიშიშვლე თუ არის გარყვნილება? არა. პირიქით. შენ ხატავ შიშვალ ნახატებს ძალიან ხშირად. თუ ყოფილა ამაზე კრიტიკა? ნუ თავიდან მაინც ეხლა ნუ ალბათ აღარ არის დრო, მაგრამ თავიდან ნუ უბრალოდ გადაღების პროცესში მალავდნენ ხოლმე და არაჩენდნენ და ვუბდა რომ აი ცენზურაა და ვერ გადავიღებთ და და სხვა მხრივ ეხლა ჩემი კოლეგების მხრიდან და ხელოვნებაცოდნეების მხრიდან, გალერისტების მხრიდან არა პირიქით, უფრო ინტერესის სფერო. ხელოვნება თუ ხელი დავნება? არ ვიცი, ალბათ ხელოვნება. გაჩნია სიტუაციას. ეჭვიანი ხარ? ალბათ კი. მე მგონი ყველა ვარ ცოტა რაღაც ეჭვიანი, ხო, მაშინ ნაკლებად. მე მგონი თვითონ სიყვარული მოითხოვს ეჭვიანობას. თვითონ ეგოიზმს. ხო, ალბათ ცხოვრება. ნუ არასდროს არ უნდა გადავიდეს უბრალოდ. ახალი მთვარისთვის ფული თუ გიჩვენებია? არასოდეს. ეგ ხო იცი რა. ჩემთან იცოდე იმერეთში, მემეჩი ბევრი ფული გექნებაო. გამრავლდება. და სამჯერ როდის აკაკუნებ? ეს ეგეც არ გამიკეთებია. არა. თვალები ადამიანის სარკეა? რა არის? თვალები ადამიანის სარკეა? არა. ჩემთვის არა. არა. და ანგელოზები რამ დაღალა? ჩემი ანგელოზები სხვა რამემ დაღალა, რა ვიცი, მიწის ტვირთმა და ადამიანურმა ცხოვრებამ უფრო. ხო და ესე ციური ანგელოზები არ ვიცი. რა გინდა თქვა? რა მინდა? ბევრი რამე მინდა, მაგრამ ბევრი გამომდის, ბევრი არა. ალბათ რა მინდა? მე მგონია გინდა რომ ყველას მე მგონი და მე შენს ნამუშევრებს მართლა ძალიან კარგად ვიცნობ. დავდივარ ხოლმე შენს გამოფენებზეც და სოციალურ ქსელშიც
ვაკვირდები, რომ პროტესტი გაქვს სულ რაღაც. პროტესტი თავიდან ხო. და ერთ-ერთ ინტერვიუში მოვისმინე, მე თუ არ ვწდები, თუ ვწდები, შემისწორე, რომ პირველიოდ ჩემი თავის მიმართ აქვს პროტესტი. ეს ყოველთვის ეგრე ხო, ანუ საკუთარი თავის მიმართ აქვს პროტესტი და ეს ხო, და ეს ალბათ ხო პროტესტანტი ტიპი ხარ, ხო? კი, აი სულ რაღაცას ვეძებ საწინააღმდეგოს, თუნდაც რასაც ვაკეთებ, რომ აი რატო ეს და რატო ის არა და ჩემ თავში ვარ სულ წინააღმდეგობაში. ხო, და ნუ ალბათ ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის ბრძოლაა რაღაც ჩემი გადასახედიდან ესეა. ხო. ძალიან რთულია, ხო. ფერებთან მეგობრობ თუ იყენებ? ვიყენებ. ფერებო ბოდიში. ინსტაზე კრაშისთვის მიგიწერია და პასუხს დაუქრინჯი ხარ? მეც გუში ვისწავლე. ქართულად მელაპარაკე. ესე იგი, ინსტა, ვიცით, არის ინსტაგრამი. ხო, ეგ მიყვა. ესე იგი, მოიცა, კრაში ყოფილა ადამიანი, რომელიც მოგწონს. და იმას რომ იწერ და იმის პასუხი დაკრინჯავს, ნიშნავს, რომ ალბათ რაღაც ისულელო მოგწერ, რაღაც ეგეც. ვარა კარგად იგებს. რამდენი უცხოენა არ ვიცი. ტყუილს ფეხების დაგრძელება შეუძლია? არა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ყოველთვის? კი. ვა, კარგია. ტირილი დიაცთ წესია? რატო კაც არ უტირია? არ ვიცი. მე მეტირია. მეც მეტირია. კაცი ვარ და იმიტომ. სიმართლე თუ მოქმედება? მოქმედება და სიმართლე. თამაში გეთამაშები, რომელი გინდა, სიმართლე თუ მოქმედება? მოქმედება. კარგი, მაშინ მითხარი რამე და გავაკეთებ. პირველია, ვინც მოქმედება ხო? რა მაგარი. შემიძლია ვიმოქმედო. ჩამჭერი. რა ვქნა? ჩამჭერი მეთქი. რატო მითხარი რამე რა ვიცი? რა ვიცი, რაჭველი ვარ და გამახსენდება ერთ-ერთი ისე. ბუქნები აჯმანია, შემიძლია სალტუსველი გავაკეთებ. მაშინ გავიდე და დახატე რა. დავხატო, ვაიმე ჩემი, ოღონდ. ოღონდ. აი რას არ მივწევდი ხატვის ნიჭი რომ მქონოდა მართლა. ოღონდ. მაგრამ აი ძალიან უნიჭო. მაგრამ შესაქმეში ძალიან მაგარი ხარ. ჩემ საქმეშიც არ ვარ მაგარი ძალიან. მინდა რომ ძალიან მაგარი ვიყო და ვსწავლო. კარგი. არა, რომ რჩა მე დავხატო. აუ რა, რა დავხატო. აი დავხატო. მე დავხატავ ჩემ თავს. ავტოპორტრეტი. ავტოპორტრეტი. ჰოპ, 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 ჰოპ. ცხვირი ცოტა მოგრეხილი, ეგ არის. ძველები. აი. ხო მე ვარ. კარგი. ნუ დამცინით. ნახატისთვის იმედი გაგიცრუებია? ნახატისთვის არა, უფრო ჩემი თავისთვის მერე. ყავა შაქრით და ფუნჯი ფანქრის შემდეგ? არა, ფანქარს არ ხმარო, პირდაპირ ფუნჯით ვიწყებ ხოლმე. მართლა არ ხმარო ფანქარს? რა მაგარი. მე მგონი ყველა მხატვარი გეხატავს. მუზა აბუჩათ აიგდე? ხო, მუზა ჩემთვის არ არსებობს. მუზა ტყუილია. ხო, წახან საუბრობთ, უფრო ხელობაა და თავიდან მოდის. თავი ხო. აზროვნება და ქანდაკებებს, აი ამ არაჩვეულებრივ ქანდაკებებს ჩივილი რომ შეეძლოთ, რაზე გიჩივლებდნენ? ხო, ხანდახან გონია იქეთ ოთახში რო არის ხოლმე. მიტინგს მიწყობენ ხოლმე და გამოხურავ კარებს. ხო, ისე კი არის ესე. ხმა ისმის. ხო. თხა რომ გაფრინდეს, ვის უფრო გაუკვირდება, თხას თუ მწყემს? მე მგონი თხას. გამბოშტენდება, ბიჭო. რაზე? თხას რო გაუკვირდება მე. ხო, თხას გაუკვირდება. ეგრეა. ცხოვრებაშიც ეგრეა.
ცარიელი ტილო შიშია თუ შანსი? არ მეყვარს ცარიელი ტილო, ჯერ რაღაც უნდა ბევრი რაღაც უნდა წაოს ასაღებავი რაღაც და მე ვიწყებ ხოლმე. ანუ სუფთა ტილოთი არ ვიწყებ ხატვას. ანუ მაინც გაშინებს? არა, შიშით არა. უბრალოდ ის უფრო კარგია, იქ უფრო ბევრ რაღაცას ხედავ ხოლმე. ციცინათელები მოგონებად იქცნენ? რაჭაში არის კიდეც მე არ ხანი აღარ მინახია. მეც არ მინახა. არა ძალიან მინახა. ბავშვობაში იჭერდი ხოლმე იმაში კოლბასში. რა ცუდი ბავშვობა მქონდა. ანუ შუქი არ მქონდა რა გვიქნა. მეორე ლოკაზე გარტყმა უფრო მტკივნეულია? რატო რა პირველზე აუძელია? ანუ მეორე ლოკა მიუშვირო რომ ამბობენ. არა, არც ერთი არ უნდა მეუშვირო. არც ერთი არ მიუშვირო. შენი შემოქმედება კითხვა თუ პასუხი? კითხვა. შეკითხვები ბევრი. ბევრი კითხვა. ალბათ იმიტომ ვაკეთებ, რომ პასუხს ვერ ვცემ. ხო, შეიძლება. თუმცა მე მგონი სხვები პოულობენ პასუხებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ეგ არის ხო. ბევრი ეგეთი შემთხვევა, მაგრამ პასუხი რო ვიპოვო, ალბათ აღარც გავაკეთებდი. არც ნახats, არც ქანდაკებას. ხო. ვეცებ რა. ხო, სუძიება. ხო, მე მგონი ხელოვნებამ თლიანად ძიება. თუ რაღაცას მიაღწია, მე და ლურსმან სანამ ჩააჭედებ, უნდა დაუმიზნო? ალბათ ამას არ უნდა რა ვიცი. თაცრული მწვერვალზე რო ადის ნერვები ეშლება? ხო, არ ვიცი, არც მაინტერესებდა ეგ არასოდეს და რატომ უნდა ეშალოს ნერვები? ნუ მიზანს მიაღწია. და მე უფრო მაღალზე წავა, არ ვიცი. ახალ მიზანს დაისახავს ალბათ რაღაცას იწევს. მეც არ ვიცი თაცრული, აი ჩემი ძმა, ხო გაქვს და პრობლემა თა. იადო მწვერვალი. ხო? მართლა? აი რამდენჯერ მიფიქრია, აი რა სიამოვნება უნდა განვიცადო ზამთარში თოვლში, სადაც ვიარდა. ხო, მეც არა, ხო, მე მაგარის ჩამაგდე მიმიყვა. მე ოღონდ სულ აგვისტო იყოს მთელი. თოვლის გუნდაში ქვა ჩაგიდია ბავშვობაში? არა. და თოვლის გუნდას რო ესვრე ადამიანს, თოვლის გუნდა თვითონ რას ფიქრობს? რას ფიქრობს და ვინც მისროლა რა ბოროტი არის. რას მერჩოდა? ემოცია შენი თავის გასაღებია? არა. სიჩუმეს ვინც არღვევს დანაშაულია? მე ვიცი შენ სიჩუმე ძალიან გიყვარს. ხო, მე ძალიან მიყვარს სიჩუმე. შემიძლია მთელი ხო არ მოვიღო და ჩემ ფიქრებში ვიყო. დანაშაულია და პირიქით კარგი გრძნობაა. არა, ვინც არღვევს ამ შენ სიჩუმეს დანაშავია? არა. ახალი ფერი შემოაქვს. სულ სიჩუმეში მტერი. და სიგიჟე რა ფერია? სიგიჟე. გააჩნია როგორ გიჟებ. ალბათ უფრო კაშკაშა ფერები. ფერად. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ალბათ უფრო სიშავისკენ რო წავა ხოლმე რა. მუქი ფერები. და გაფრინდა შავი მერცხალი. მე ვერ ვიპოვე. ჯოჯოხეთში ადგილი დარჩა? საჩემო კი. გონი იგი უკეთესი კამპანია შეიკრიბა, აი. კი, ხო, და რა ვიცი. სხვა გზა მაინც არ არის და ვეგუები. ერთი გასროლით რა მოგიკლავს? ვერაფერი ჯერჯერობით. უმიზეზო დებუტები ხოლმე? კი. მართლა? ისე ბუტეობა ძალიან ასწორებს. ტყუილად რო იბუტები. ხო. ისე მოდი, кайკო. არა, თუ კიდე გაგრძელე თქვით. ეგრეს ფიქრობდი. უბრალოება სინანულია? უბრალოება ყველაზე მაგარი რამეა.
და ყველაზე მაღალი ალბათ. ჩემთვის ეგრეა და მithumeდი ჩემ შემოქმედებაში მაგას ვცდილობ რომ ძალიან უბრალო ვიყო. ღრიალი გათავისუფლებაა? ღრიალი? არა მე ღრიალია, მაგრამ პირიქით. ხო? ხო. ერთი ფუთი მარილი თუ ერთი დოქი ღვინო? რა ვიცი, არც ერთი მიყვარს, არც მეორე და არ ვიცი. ღვინო არ გიყვარს? არა. ლუდი? სასმელი ნაკლებად. ხო, მაგრამ როდის უფრო შეიცნო ადამიანს ერთ ფუთს მარილს შეჭამ, როგორც გამოთქმა თუ ერთ დოქ ღვინოს უდალევ მასთან ერთად? ალბათ მაინც რო დალევ რა ვიცი. ხანდახან აი ჩემი ძმა ესე და სვავ და კარებში გადიხარ და გინებას მოგაყოლებ. ხდები რომ არ ღირს. ერთი ფუთი მარილი რამდენია ის ვიცით? მე მგონი ბევრია წავ. ფუთი არა. ფუთი მოგონი 16 კილომდია. ხო, რაღაცა ეგრე. ხო, 16 კილო მარილი. ნაძვისკევი თუ ბიგ ბაბოლი? ნაძვისკევი მიყვარდა ხოლმე. სოფელში როდიოდი. წითელი, ყვითელი თუ შავი? შავი. შავი? აი, გამარტყი. უნდა გამარტყა. უნდა გამარტყა. ბავშვობის სიყვარული დაგავიწყდა? ой, მე როგორ ჩამისწრა ბავშვობის სიყვარული? ყვარები არ ვარ, რა ვიცი. არ ყვარებია? ისე რა ლაითად. იმ წუთში ხო გეგონა რომ გიყვარდა? იმ წუთში კი. არა ალბათ თამაში რა, ბავშვური. ბავშვური თამაში. ყველა მოსახვევი საშიშია? აბა ეხლა სწორი გზაზე ძალიან უსაწყენი იქნება და საშიში უნდა იყოს. საშიში უნდა იყოს, ხო. ბედს ხომ არ შეეგუე? არა, სულ ვიქცი. საწინააღმდეგოდ. რა, ძალიან კაი. და როდის ფხიზლდები? ხატას რო ვამთავრებ ხოლმე. მართლა? შეუძლებელს ხშირად გთხოვენ ხოლმე? სხვები არა, მაგრამ ჩემი თავი მთხოვს ხოლმე. და ბოლოს მინდა გკითხო, რამდენად გაგიცრუები ადამიანებისთვის იმედი? ანუ მოლოდინები აქვთ ხოლმე შენგან, რომ აი ეს ესეთი უნდა იყოს და მოდიან და მე იმედები უცრულდებათ. არა, არ მახსოვს ეგეთი რაღაც, მაგრამ ოღონდ მართლა. შენ თუ გაქვს სხვის მიმართ მსგავსი? ადამიანი ხო მოლოდინებს ეგოისტური რაღაც მაქვს, კი. მე სულ გონია რაღაც და მე რაღაც შეიძლება იქაც ჩემი დანაშაულია. კი, ხო. ესე რომ შევხედავ, მაგრამ მე რო ხვდები რომ ეს რაღაც ეგოისტური ის არის დამოკიდებულება თუნდაც მეგობრის ახლობლის მიმართ ხო. ხო, ჩვენ გვინდა რაღაცებს წარმოვისახავთ ხო ესეთ ხო. თბილისში არ აპირებ გადასვლას? 10 წელს წინ დავბრუნდი თბილისიდან. და არა. კომფორტულად ხარ აქ სადაც ხარ? არა, აქ არ ვარ კომფორტულად. არა? არა. სად იქნებოდი კომფორტულად? აი, უფრო ცენტრალურ აფრიკაში სულ სიცხერული. მართლა? აფრიკაში. ხო, მაგრამ საშიშიც არის. იმდენად მიყვარს სითბო. მე მაინდა-მაინც არა. სითბოც მიყვარს, მაგრამ ესე ძალიან არა. გამეხარდა ძალიან შენი სტუმრობა კიდევ ერთხელ. ყველა გადაცემაში რაღაცა ვარ დამემართოს. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ და ვიცი რომ ცოტა განერვიულეთ, მაგრამ არა უშავს. დიდი მადლობა პირიქით. ძალიან დიდი პატივია ჩვენი გადაცემისთვის, რომ ბესო კობახიძე იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ჩემთვისაც, გაიხარე. მადლობა. აი მე რა ვიცი, ვიბოდიალე. არაფერი არ იბოდიალე, ვაფშე. ხო კარგი. კი, გაურძელებდი.